23 წელია რაც ამერიკაში ვარ. ამერიკელებს რომ ინგლისურს ასწავლით ხოლმე რა შეგრძნება? რაღაც ამას ნამეტანი მოსდის. Google Translate რომ თქვენი სტუდენტი იყოს, რამდენ ქულას დაუწერდით? მე ქვაბაგდე თავი შეუშვირი. მასწავლებლების ცნობილი ფრაზა სემესტრის ბოლოს მე გავიცინებო, თუ გამოგიყენებიათ და თუ გაგიცინიათ. მე არ მიყვარს, როდესაც რომელიმე ენის საუბრისას ურევ სხვა ენას. თუ ყოლიათ სრულად უიმედო და ზარმაცი სტუდენტი, რომელმაც წლების შემდეგ თავისი წარმატებით გაგაკვირვათ. აქ მე ვთვლი, რომ ვაკეთებ ქართულ საქმეს. რას ვერ შეეგუეთ დღემდე აქ ცხოვრების განმავლობაში? მე ბიბლია პირველად დავინახე, საბჭოთა კავშირი რო დაიშალა მაშინ. მანძილის გამო ბევრი კარგი ურთიერთობა წარსულს ჩაბარდა. მე მტირალა გოგო ვარ, ეს ყველა მიცის. ფიქრით რა ენაზე ფიქრობთ? არ ფიქრით მაინც ქართულად ვფიქრობ. ყველაზე ძვირფასი ქართული ტექსტი რა არის, რაც თარგმნილა ცხოვრებაში როდისმე ან უნდა ითარგმნოს? ჩემ ქმარს რო უყვები რაიმე ქართულ ანეკდოტს ინგლისურად. სატირალია უკვე, იმიტომ რომ ვერ გაიგო. თოდნა ბოროტი ადამიანის ხელში რამდენად საშიშია? საშიშია. გეტირებათ. ეს არის მაშიც და დილამშვიდობისა, შუადღემშვიდობისა და საღამომშვიდობისა იმის მიხედვით თუ რომელი ქვეყნიდან გვიყურებთ. ეს არის გადაცემათა ციკლი ამერიკის შეერთებული შტატებიდან უეჭველი ქართველია. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი ალექსი მეგრელიშვილი ვარ. ისევე როგორც სხვა ყველა გადაცემაში, დღესაც ჩემი გადაცემის სტუმარი არის უეჭველი ქართველი, ქალი, რომელიც 23 წელია ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მოგიყვებათ საკუთარი გამოცდილებების და ისტორიების შესახებ. მანამ სანამ წარგიდგენთ მას, არ დაგავიწყეთ რომ გამოყვეთ სოციალურ ქსელებში სახელით უეჭველი ქართველია. ჩვენს დღევანდელ სტუმარს ვესტუმრებით სახლში. მან უკვე იცის რომ მოვდივართ დღეს მასთან სტუმრად და თავად წარგიდგენთ საკუთარ თავს. გამარჯობა კიდევ ერთხელ. როგორ ხართ? კარგად, მადლობა. მზია ნათია ბახტაძე არის დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. ნაზვისხე ჯერ არ აგიღიათ, ესე იგი? არა, კარგა ხანი იქნება მანდ. რატომ? იმიტომ რომ ჯერ ძალიან მიყვარს ეს ნაზვისხე. და მე ზოგადად ეს დღესასწაული, მე ზამთარი არ მიყვარს. მაგრამ აი შობა და ახალი წელი ჩემთვის არის მართლა ზეიმი. აი პატარა ბავშვი ვარ, ახტაცებული, როდესაც ეს დღე მოდის და იმდენად, რა ვიცი, ლამაზია, რომ ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს, რომ ხედავ. კარგი, ხო ჩემი მეუღლე გამეხუმრა კიდევაც ისე მოგწონს, იყოს არავშალოთ. კიდე ხო უნდა დავაწყოთ მაინც მომავალ წელს. კი ბატონო, მოდი გაეცანით ჩემს მაყურებელს, ვინ არის ნათია მზია ბახტაძე და რატომ გაქვთ ორი სახელი? დიახ, მოკლედ, მზია ნათია. ცეცხლად ანთია, როგორც თქვა ერთხელ ჩემმა სტუდენტმა. მოკლედ. გაგირითმა? დიახ, გამირითმა. დიახ. მოკლედ, უცნაურია, მაგრამ ეხლა შეიძლება ამ თაობას ეუცნაუროს, მაგრამ იმ დროში, თუმცა მე დავიბადე საბჭოთა საქართველოში, აღმოჩნდა რომ, როდესაც ხდებოდა ჩემი დედიკოს გაწერა სამშობიაროდან და მეტრიკაში იწერებოდა ბავშვის დაბადებულის სახელი და გვარი, ჩემებმა დამარქვეს ნათია, მაგრამ ნათია არ ჩაწერეს. არ არის სახელიო, ნათელა უნდა ჩავწეროთ. ამაზე რაღაც პროტესტი გაუჩნდა დედას და მამას და საბოლოოდ ეხლა რომ ბავშვიუსახელოდ არ დარჩენილიყო. ამიტომ უცებ მამამ წამოიძახა, კარგი რაც იქნება ჩაწერეთ მზია. აჰა. მაშინ იყო რომ კონკრეტული სახელები სია იყო, რაც შეიძლებოდა რომ რაც შეიძლებოდა ჩაეწერათ, რაც არა, მაგრამ არ ვიცი რატომ ადამიანს ჩემზე გაიგიჟეს ასე თავი, იმიტომ რომ მე კლასელიც მყავდა, რომელსაც ოფიციალურად ნათია ეწერა. და ასევე ბევრს ვიცნობ ჩემი თაობის ადამიანს, რომელსაც ნათია ეწერა. რა სიგიჟია ის არა, აგერ ახლა ილონ მასკის შვილს იქვია და თქვენ ნათია და ასე შემდეგ. მე ნათია ქართული გადასარევი ქართული სახელი არ დამარქვეს. მე როგორ მოგმართოთ როგორ გირჩევთ? ნათია. კი ბატონო, გაბატონო ნათია, გაეცანით ჩემს მაყურებელს, ვინ არის ნათია ბახტაძე და რატომ უნდა იცნობდეს მას საზოგადოება? არ ვიცი რატომ უნდა იცნობდეს, ხო, მაგრამ მე ვთვლი რომ მე ვარ შემდგარი ადამიანი, რომელიც 37 წელია უწყვეტად ემსახურება მის საყვარელ პროფესიას. ეს არის მე ვარ ინგლისური და რუსული ენის ფილოლოგი. 22 წლიდან ვარ ამ პროფესიაში და ვიყავი 22 წლის
ყველაზე ახალგაზრდა ლექტორი მაშინდელ საქართველოში, თან ისეთ კათედრაზე, როგორც იყო ინგლისური ფილოლოგიის კათედრა და ეხლა უკვე 23 წელია რაც ამერიკაში ვარ. აქაც მოვაწეობ როგორც პედაგოგი, როგორც რეპეტიტორი, როგორც თარჯიმან-თარგმნელი ამ სამ ენაში, რომელიც ეს არის ქართული, რუსული, ინგლისური ენები. და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია აქ მყოფი ქართველებისთვის. მე ვთვლი, რომ საქართველოში რომ ყოფილიყავი, იმაზე ნაკლებ საქმეს აქ არ ვაკეთებ, შეიძლება მეცაც. იმიტომ რომ უცხო მიწაზე ასწავლიდე ქართველებს არა მხოლოდ ინგლისურს, არამედ განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, ახლა რომლებიც ჩემთან დადიან, მეტწილად ესენი არიან აბიტურიენტები, სტუდენტები თუ high school-ის მოსწავლეები, ხო? მე მათ არა მხოლოდ ინგლისურზე ვესაუბრები ლექციების დროს, არამედ ეს არის საქართველოს ისტორია, ეს არის მათი რელიგია, ეს არის საქართველოს კულტურა და ასე შემდეგ. და მგონია რომ რაღაც პატარა აგურს ვდებ. აი ამათ განვითარებაში, აქ წინსვლაში და ამით ძალიან ვამაყობ. რომ აი მე ვხუმრობ ხოლმე, რომ როგორც არის ოჯახის ექიმი, ისე არის ოჯახის მასწავლებელი, ეს ვარ მე. იმიტომ რომ უკვე თაობები გავზარდე აქ. რომ აიყვნენ ბებია ბაბუა ერთ დროს ჩემი მოსწავლეები, შემდეგ მათი შვილები და ახლა შვილიშვილებიც და ეს ძალიან მახარებს ნამდვილად. კი ბატონო და მათ შორის აქ თუ არ ვწდები, სხვადასხვა უნივერსიტეტებში ასწავლით მიწევით. მე ხალ ფრილენსერი ვარ, ამ წუთას არა ვარ არც მთელ განაკვეთზე, არც ნახევარ განაკვეთზე, მაგრამ როდესაც მაქვს რაიმე შემოთავაზება, ეს არის კიუნის უნივერსიტეტის სხვადასხვა კოლეჯებიდან, კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, მე მიმყავს იქ ისეთი კურსები, როგორიც არის ინგლისური წერა, English Academic Writing, ესე ქვია კურს. დღეს რა დამოკიდებულება გაქვთ რუსული ენის მიმართ? ეხლა რა დამოკიდებულება მაქვს? მე ძალიან მომწონს ეს ენა, იმიტომ რომ უდაოდ ეს არის ულამაზესი ენა. და არაჩვეულებრივი ლიტერატურაა დაწერილი ამ ენაზე. აი მაგალითად ჩეხოვი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია, შემიძლია ვთქვა. ხო, მაგრამ ეხლა აი სხვათა შორის აქ ამერიკაში 2007 წელს მე ჩამოვედი 2003 წლის ბოლოს. 2007 წელს არის ერთ-ერთი ბრიტანული ინსტიტუტი აქ, რომელსაც ფილიალი აქვს აქ და შემომთავაზეს, სადღაც ალბათ ნახეს ჩემი ინფორმაცია და შემომთავაზეს რუსულის საათები ამერიკელებთან. და დავთანხმდი მაშინ. ეს არის 2007 წელი. მაგრამ აი რომ არ მოგატყუოთ 2008 წლის ომის შემდეგ მე რუსული საკაბელო ტელევიზიაც გავდი შესახში, და რომ იმდენად ძალიან დიდი ტკივილი მივიღე ამის გამო. სადაური ქართველი ხარ, საიდან ხარ? მე ვარ ქუთაისელი, ძირძველი. ძალიან ბევრი ქუთაისელი გამომივიდა ამ გადაცემაში, ძირძველი ქუთაისელი, იმიტომ რომ ახლა მე რაც ვიცი, ხო? იცით რომ მე ვარ ბახტაძე, მე რაც ვიცი, ჩემს ოჯახში ვარ მეხუთე თაობა, ვინც ქუთაისში დაიბადა, გაიზარდა. ეს არის ყველაზე ქართული, ყველაზე ევროპული ქალაქი, რომელსაც ჩემი მეუღლეც აღნიშნავს და განსაკუთრებით უყვარს საქართველოში ქუთაისი. მეუღლე არის სადაური? ჩემი მეუღლე არის ესპანეთიდან, მაგრამ მამით არის შოტლანდიელი და დედით ესპანელი. კი ბატონო, მასეც ვისაუბრებთ, მოგვიანებით ცოტა მეც. ესე იგი, წამოხვედით რომელ წელს ამერიკაში და რატომ, საიდან მოხვდით ამერიკაში და ხართ უკვე ამდენი ხანია? დიახ, ჯავახიშვილში ჩავაბარე ასპირანტურაში, იქ თან მუშაობდი, თან ვსწავლობდი. 2003 წლის ნოემბერში, ეს ის დროა, როდესაც უკვე არჩევნები ჩაატარა შევარდნაძემ, მე მივიღე მონაწილეობა ამ არჩევნებში, იცით ეს მოვლენები, რო გაყალბება, შემდეგ ეს ვარდების რევოლუცია და სადღაც 8 ნოემბერს წამოვედი მე აქ, ეს რევოლუცია შემდეგ მოხდა. ხო, მოკლედ მე 2003 წლის 8 ნოემბრიდან ცხოვრობ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოდი სანამ წამოვალთ, აქვე ჩაჭრას გავაკეთებ, რადგან თესეუ ახსენეთ. დღეს თესეუს და გპ-ის აქტუალურ თემას შევეხები, თესეუს და გპ-ის აერთებენ ამაზე. ეს ჩემთვის არის, აი
თავი მგონია სადღაც არ ვიცი აი ზღაპარში აი ვერ ვიჯერებ დაუჯერებელია რომ საერთოდ შეიძლება ვინმეს ეს აზრი მოსვლოდა თავში როგორ ფიქრობთ რატომ და მე იმის განხორციელება ნუ არ ვიცი ახლა ჩემთვის ეს არის მე რასაც ვხედავ ალბათ ეს არის რაღაც აი ვიცი თავისუფალი აზრის განადგურება ქართული იდენტობის განადგურება ჩემთვის ეს არის სხვა რა ვიფიქრო არ ვიცი ორივე არის ისტორიული უნივერსიტეტები რომლებიც 100 წელზე მეტი ხანს ითვლიან ხო და პლუს ეს არის რაღაც კულტურული იდენტობაც ქალაქისთვისაც ხო თუნდაც იქ სადაც ის დგას ერთიც და მეორეც ხო ერთი ვაკეში მეორე საბურთალოზე და ასე შემდეგ როგორც ახლა სორბონი ახლა მაგალითად არავის აუღია იმ ცენტრიდან და დღესაც სორბონას უნივერსიტეტი დგას ცენტრში პარიზის ხო და ახლა არ ვიცი, აი ეს ჩემთვის არის გაუგებარი და თან დანაშაულიც, თან ტკივნეული ძალიან ორი სრულიად განსხვავებული პროფილის უნივერსიტეტების შერწყმით, მე არ ვიცი რა სინთეზი გამოვა, რა გამოვა არ ვიცი. როგორ შეიძლება ეს იყოს რაიმე ეფექტური არ ვიცი. გაგაწყვეტინეთ, ესე იგი ამერიკის თემას მივუბრუნოთ, მოდი ჩამოვსხდეთ, აი მე აქ დავჯდები. მე დავჯდები თუნდაც და წამოვიდეთ უკვე ამერიკაში. როგორ მოხვდით ამერიკაში? უკვე 22 წელია და რატომ აღარ წახვედით საცხოვრებლად უკან? რამ დაგტოვათ აქ? მოკლედ, მაგას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ აქ ამდენი ხანი ვიქნებოდი, აი გულწრფელად, მაგრამ ამას ბევრი ემიგრანტი ამბობს. ესე იგი 2003 დავამთავრე უკვე ასპირანტურა, დისერტაცია და ძალიან მინდოდა რომ აი რომელიმე ინგლისურენოვან სახელმწიფოშიც გამეგრძელებინა სწავლაც, თან მემუშავა, თან მოგეხსენებათ ახლა როგორი წლებია, ეს 90-იანების ბოლო 2003 წელიც ძალიან არეული, ჩაბნელებული, გაუბედურებული საქართველო და ვიფიქრე რომ თქი წავალ, ეხლა ვიყავი სრულიად თავისუფალი ადამიანი, მე არ მქონდა ჩემი ოჯახი, ამიტომ ჩემს ქმედებებშიც ვიყავით და ჩემი ოჯახი იყო მიჩვეული იმას რომ მე დავდიოდი უცხოეთში ჯერ კიდე 91-ში ბრიტანეთში ვცხოვრობდი, 94-ში გერმანიასა და ჰოლანდიაში და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე არ იყო პრობლემა და დედას და მამას არ ქონია რაღაც დიდი წინააღმდეგობა, ახალ ჩამოსული ემიგრანტი სრულიად მარტო ახალგაზრდა ქალი არანაირად მე მქონდა რომ სადღაც 3 წელი გავაკეთებ ამ საქმეს რაც მე მინდა რაც ჩემს გეგმებში იყო და დაბრუნდები უკან იმიტომ რომ მე ვინც მიცნობს მე იმდენად მიჯაჭვული ვიყავი ყოველთვის ოჯახზე დღესაც მეცინიან დედიკო მამიკო ეს განუჩელოთ ასაკისა რომ ყოველთვის წარმოუდგენ დღესაც კი არ ჯერათ რომ როგორ ვძლებ და როგორ ვარ აქ მათგან ასეთი მოშორებით ნუ мама აღარ მყავს სამწუხაროდ დედის ერთად არა მე დამყავს უმცროსი არაჩვეულებრივი დამყავს და ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ საერთოდ ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში იმ თვალსაზრისით რომ გამიმართლა იმაში რომ დავიბადე იმ ოჯახში სადაც დავიბადე გამიმართლა მეგობრებში გამიმართლა მეუღლეში გამიმართლა სტუდენტებში მოსწავლეებში ზოგადად ძალიან მიმართლებს ადამიანებთან ურთიერთობაში და ძალიან ბედნიერი ვარ ამით იმიტომ რომ ჩემთვის ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის. კი ბატონო, პირველი დღეებია. ჩამოვედი, ძალიან ახლობელი ადამიანი, მართლა მადლობა მას კიდევ ერთხელ, რომელმაც მიმიღო, არ არის ადვილი ხო, ბინა გინდა, სახსრები გინდა და ასე შემდეგ. შემდეგ ზუსტად მისი გამოისობითაც მოხდა, რომ ეხლა მან იცოდა ჩემი როგორც ვეძახიან აქ ბექგრაუნდის შესახებ და მითხრა რომ ნათია სანამ რამე სამსახურებს დაიწყებ თუ სწავლას თუ როგორც შენ გაქვს დაგეგმილი შეგიძლია მოსწავლეები აიყვანო და ასე შემდეგ და მართლაც 2 კვირის ჩამოსული ვიყავი თორემ 5 დღის ჩამოსული ვიყავი რომ დავიწყე პირველი სამსახური და ეს იყო ეხა რა ამერიკელმა მარტოხელა ქალმა ახალგაზრდა ქალმა იშვილა რუსეთიდან ბავშვი 6 წლის.
წამოიყვანა უპატრონო ბავშვთა სახლიდან და სხვაშორის ამ ქალის ქმარი იყო ერთ დროს სტინგის პროდიუსერი. დიახ, და ეს ახლა მარტო ხელა იყო და ეძებდა პედაგოგს, იმიტომ რომ ამ ქალმა არ იცოდა რუსული და ბავშვმა არ იცოდა ინგლისური და დედაშვილს ხო სჭირდებოდა კომუნიკაცია, ხო? თანაშვილები საკმაოდ ისეთი ფსიქოლოგიური მომენტია და მე ერთ-ერთი აგენტიდან მოვხვდი ამ სამსახურში და მე ამიყვანა ამ ბავშვის პედაგოგად, რომ მე ვასწავლიდი ბავშვს, ამ რუს ბავშვს ინგლისურს და 6 თვე ვიმუშავე, ეს იყო ჩემი პირველი სამსახური 5 დღის შემდეგ ჩამოსვლიდან და პარალელურ რეჟიმში დავიწყე მომზადება მოსწავლეების ინგლისურშიც და ფორტეპიანოშიც. იმიტომ რომ ჩემი მუსიკალური კიდე ბექგრაუნდი ცალკე ისტორიაა და ეს იყო რა 3 წელი ფაქტიურად ამ რეჟიმში მე დავდიოდი კარ და კარ. იმიტომ რომ მე მაშინ ასე არ ცხოვრობდი, არ ვიყავი დაოჯახებული, მხოლოდ მარტო ვიყავი და ასე შენ როგორც ყველა ცხოვრობდა სხვებთან ერთად ბინაში და ავდექი და ვიარე ზამთარ ზაფხულ, რამდენჯერ მიტირია. თუმცა ეგეც მაგარია და თქვენი პროფესიით რეალიზება მაგრამ ჩემთვის ეგ იყო, რომ დიახ, ეგ იყო, დიახ. რამდენ ხანში გაიცანით ეს პანელი მეუღლე და ეს საერთოდ ისტორია, ეს მართლა რომ იტყვიან ღმერთში ზემოთ წყდებაო ყველაფერი. ესე იგი, ჩემი პირველი დაბადების დღე იყო. ნოემბერში ჩამოვედი როგორც გითხარით 2003 წელს და 2004 წელს მაისში მაქვს დაბადების დღე და მე მუშაობ და მირეკავს ჩემი ყოფილი სტუდენტი საქართველოდან და ასევე მისი შვილის ნათლიაც ვარ და იცოდა ჩემი დაბადების დღე მომილოცა და თხოვა დამპატიჟა რომ შაბათს თუ შეიძლება ნათია რომ დაგპატიჟოთ სადმე გვინდა რომ წაგიყვანოთ და ეხლა მე ვიუარე მაგრამ ესე და კარგით და დამიბარეს მადამ ტუსოს მუზეუმთან რომ იქ შევხვდროდი ამათ და სადღაც წავიდოდით. ეხლა მე მიყვარს საერთოდ ფორმაში ყოფნა, გავიბრანჭე, წავედი, საღამო იყო, დგავარ ეხლა ამ ნეონის ნატურების ქვეშ და მაშინ ეხლა აღარ არის ეს დაწესებულება, მადამ ტუსოს მუზეუმის გვერდით მარჯვნივ იყო ნიუ-იორკის ყველაზე დიდი ინტერნეტ კაფე. და ჩემი მომავალი მეუღლე აღმოჩნდა იმ კაფეში იმ დროს მე რო იქ ვდგავართ და იქიდან რო გამოვიდა ეხა არ ვიცი ეხა როგორ და რა მოიყვანა და მოვიდა და მკითხა საათი ეხა კი ვიფიქრე მეთქი თუ არა აქვს თვითონ რომ და მე საერთოდ საათს არ ვატარებ ეს ტელეფონზე თუ ნახავდი საერთოდ ცხოვრებაში საათი არ მიტარებია და უთხარი საათი მე თქვენ აღმოსავლეთ ევროპიდან ხართ ფიქრობ ახლა რაღაც ამას ნამეტანი მოსდის, ხო, მაგრამ რა გინდა რა ხნა. ხო, და მეუბნები კი და უკრაინიდან ხართ, არ ვიცი რატო ვიფიქრა უკრაინა. თქვენ არა საქართველოდან. მე ესპანეთიდან ვარ. იმიტომ რომ ეს ძალიან უშუალოა და ძალიან უკომპლექსო ბიჭია და ეხლა მე აღარ გამგურვებია, მაგრამ მაშინ კი გამიკვირდა, თან ვარ ახალი, ხო 5-6 თვის ჩამოსული ვარ, ჯერ კიდევ ისეთ დავდივარ და ასე შემდეგ და მაგრამ მეც გავესაუბრე, იმიტომ რომ შევხედე მაინც დაბანილი და ვარცხნილი მოწესრიგებული ბიჭია. ეხლა მიხვდა ეს ხო, მეუბნება რომ ვინმე ელოდებით, მითხარი კიდე შეიძლება მეც რო დავიცადო სანამ არ მოვლენ. ხო, ბრძანდებოდ სხვა რა გზა მქონდა. მოვიდნენ დიახ, ჩემი მოკეთ ეს ჩემი სტუდენტი და ნათლი დედა ნახეს რომ ვიღაცას ვესაუბრები, ხო და დაპატიჟეს ესეც რომ ჩვენ სადაც მივდივართ და ხომ არ წამოხვალთ და წამოვალო რა თქმა უნდა. არა თქვა, ისაოდ დიდი მადლობა მოიხადა, მაგრამ ასე თქვა რომ სადღაც მივდივარ და მეჩქარება და მე გამომიწოდა თავისი სავიზიტო ბარათი, მე სად მქონდა ეხლა ახალ ჩამოსულ ქალს. მობილურები მაგრამ სასწაული კი, მაგრამ მაშინ ეხლა არ იყო ეს smartphones, ხო? იყო ჩვეულებრივი ტელეფონები და მაგრამ რა ვიცი, აი მართლა ღვთისნება იყო ყველაფერი, რომ შემდეგ უკვე მოგწერა მე მივწერე, მივეცი ჩემი ეს ყველაფერი, იმეილი, ტელეფონის ნომერი და შემდეგ დაიწყო ახლა ტელეფონზე ჩვენი ურთიერთობა, მირეკავდა და კარგი მეგობრები ვიყავით 1 წელი. რა თქმა უნდა, 1 წლის განმავლობაში მთხოვდა შეხვედრას, მაგრამ მე ვაგდე თავი შეუშვირე. არა, საერთოდ არ გინახავთ 1 წელი. არა. და ეს კაცი, ეს ბიჭი მხოლოდ თან ეს ისეთი უცხო რამეა.
უცხოელებისთვის განსაკუთრებით მე მგონი უკვე ქართველებიც აღარ აკეთებენ ამას მაგრამ უცხოელისთვის ეს მართლა მამაკაცებისთვის და ასე შემდეგ მაგრამ ესე იყო გმირობის ტროფასია ფაქტობრივად ერთი წელი თავზე აი ეს სხვადასხვა აქ ცხოვრობდი მაშინაც ოღონ მაშინ მყავდნენ რუმეიტები ძალიან კარგი ცოლ-ქმარი და ახალგაზრდა წყვილი და ერთად ცხოვრობდით და დაბადების დღე გადავიხადე მოვიდა უკვე მეორე წელს ისევ ჩემი დაბადების დღე და ჩვენ კარგი მეგობრები ვართ უკვე ტელეფონით და მთხოვა რომ ეგ თქვენი ყავით მისი კარგი მეგობარი თორე ის შეიძლება ხო ალბათ ასე გამოვიდა ხო და მოვიდა ასე თქვა რომ შენ არ მხვდები და ხო შეიძლება მე მოვიდე და დაბადების დღე მოგილოცოთ და მოვიდა აი ჩემი მეგობრებიც გავაცანი მაშინ ვინც იყვნენ და მაშინ მოკეთ განაცხადა რომ მე ძალიან სერიოზული განზრახვა მაქვს მაგრამ ხედავ რომ რაღაც იგნორირებას მიკეთებთ და რატომ რა არის მიზეზი და უთხარი მიზეზები რომ მე უცხოელზე არასდროს არ ვიდო და გათხოვება რომ გადასარევი შეიძლება ბიჭია მაგრამ მაინც შემდეგ და ბევრი სხვა კიდე რაღაც მიზეზები აქ იყო ასაკობრივიც იმიტომ რომ ჩემზე უმცროსია და ასე შემდეგ მაგრამ ყველაფერს მოუძებნა ახსნა და თხოვა რომ უბრალოდ გამიცანი ახლოს მომეცი მის შესაძლებლობა რომ გაგეცნო და იქნება არ ვარ ხელსაკრავი და არ ვიცი აქაც ალბათ ჩაერთო რაღაც ღვთისნება და კარგით მე უთხარი მე რაღაც კონფერენციები მოაწყო იქ დამპატიჟას რაღაც კინო თეატრი მუზეუმები რამდენი ხანი ერთი წელს მეორე წელი კიდე ესე გაგრძელდა მესამე წელიც ესე გაგრძელდა და მერე უკვე რა თქმა უნდა მე ყოველთვის მე ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა როგორც ჩემს მშობლებთან ყოველთვის და არანაკლები მამასთან ვიდრე დედასთან და საერთოდ მამიკოს გოგო ვიყავი მე სულ და მათაც იცოდნენ უკვე ამ ადამიანის შესახებ და мама მითხრა ხო რომ თუ სერიოზულად ფიქრობ შვილო ნუ აწვალებ მაგაცო და ადექი და გაყევიო მაშინ 3 წლის მერე და გავყევით 3 წლის შემდეგ საკმაოდ მყარი ნერვები ქონია ესე იგი 3 წელი დიახ და მას შემდეგ ეს იყო 2007 წელს 2007 წლის 1 აპრილიდან აი ხა უკვე 19 წელი ხდება მალე წეღან ახსენეთ ძალიან ბევრ ამაში გამიმართლაო ჩამოთვალთ მეგობრები ოჯახი მშობლები ასე შემდეგ რაში არ გაგიმართლა ცხოვრებაში ალბათ ხო ძალიან დიდი ხა ტკივილიც და ესეც რომ არ მყავს შვილი ეს არის ალბათ იმიტომ რომ ვთვლი რომ ალბათ არ ვიქნებოდი ცუდი დედა ხო და ამიტომ ხა ამ დედობრივ სიყვარულს ვანაწილებ პირველ რიგში ჩემს დიშვილებზე რომლებსაც აი ჭკუა მეკეტება ერთ-ერთი არ გამიჩენია ისინი თორე ჩემი შვილები არიან ნამდვილად და ჩემი არაჩვეულებრივი ნათლულები რომელიც ძალიან ბევრი მყავს და ჩემი მოსწავლეები და სტუდენტები ხო გახსოვთ იოსებ ნონიშვილის ცნობილი ლექსიდან მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო მაგრამ 1000 შვილის მშობელიო და რაც მე ასე უყურებ ჩემ თავს. კი ბატონო. ეს არის. რატომ ნიუ-იორკი ხომ არ გიცდიათ სხვა შტატში ცხოვრება და როგორი ქალაქია ნიუ-იორკი თქვენთვის და აი ქუთაისში არ ცხოვრებით, რა დაგაკლდათ და პირიქით. ხო, ეხლა რატო ნიუ-იორკი? აი რა ვიცი, ეხლა აი თავიდანვე ჩამოვედი ნიუ-იორკში და აბსოლუტურად, იმიტომ რომ ჩემი ეხა პროფესიისთვის და ჩემი საქმიანობისთვის, აი განსაკუთრებით იმ მეორე ნაწილისთვის, რაც შეეხება რეპეტიტორობას და მთარგმნელობით მუშაობას, ეხა მოგეხსენებათ, რომ მაინც ყველაზე დიდი თემი ქართული ყოველ შემთხვევაში მაშინაც, ეხა მაშინ ამდენი ქართველი კიდე არ იყო მე რომ ჩამოვედი, მაგრამ ეხლაც არის ყველაზე მეტად კონცენტრირებული ამ ქალაქში, ხო? ამიტომ ეხა ამ თვალსაზრისითაც ჩემთვის ეს ძალიან მისაღებია. შემდეგ ეხა მე ვარ სერიოზული ხელოვნების მოყვარული და მათ შორის მუსიკა, რომელიც ჩემი თამდევია დაბადებიდან და ჩემთვის ეხა მეტროპოლიტენ ოპერაში სიარული, კარნეგი ჰოლში სიარული, ბროდვეის შოუებზე სიარული, ლინკონ ცენტერ, ჯაზ კლუბში და ასე შემდეგ, ეს არის მთელი ბედნიერება, ალბათ სხვა ქალაქებშიც კი რა არის, იმიტომ რომ მე ჯერჯერობით 14 შტატში ვარ ნამყოფი და უამრავ ქალაქში მათ შორის. მე და ჩემი უღლეს ძალიან გვიყვარს მოგზაურობა, თუ გვაქვს საშუალება დრო ერთი დღეც რო გქონდეს სადმე გარბივარ და რაღაც ადგილს ნახო ახალ სოფლიოს საკეთეს ქალაქი რომელია თქვენი აზრით?
რა ვიცი, ახლა ესე ნათლა არ მიფიქრი რა. ნამდვილად, მაგრამ ალბათ მაინც ჩემი ქუთაისი, იმიტომ რომ ეხაც რო ჩავდივართ ყოველ ზაფხულს. ყოველ ზაფხულს ადიხარ საქართველოში. ყოველ ზაფხულს ჩავდივართ მე და ჩემი მეუღლე. მე მარტო არ სწავსული ვარ, მას შემდეგ რაც დაოჯახებული ვარ. და გიყვართ, ხო, შეგაყვარეთ ძალიან მიყვარს, კი, ნამდვილად. კი, მიყვარს, რა ვქვია, არ მიყვარს, აბა, ძალიან მიყვარს. ხო და მე თუ აი ვახსენე კიდევაც რომ ბევრს ჩემ ახლობელს გაუკვირდა რომ ამდენი წელი როგორ გავძელი ჩემი საყვარელი ოჯახის გარეშე პირველ რიგში და მე ბევრი სხვა რამის გარეშე მე სულ ვასახელებ ორ რამეს ეს არის ჩემი საყვარელი პროფესია რომელსაც ვემსახურები და ჩემი მეუღლე რომელიც მიდგას გვერდით ისე რა ვერ დაიღალეთ აი ამდენი წელი ხო ძალიან მყარი ნერვები უნდა გქონდეს ადამიანს რომ ამდენი ხანი სხვა სასწავლო და არა მხოლოდ ერთი საგანიან ძალიან ბევრი ჩამონათვალია სია რაც ხო ეს ძალიან რთულია ხა არ გაქვთ ხოლმე მომბეზრების მომენტები არასოდეს იმიტომ რომ აი მე მართლა ვთვლი რომ სწორად ამირჩევია ეს პროფესია და ეს არის ჩემი მართლა დიდი სიყვარული და ბედნიერება. ამერიკელებს რომ ინგლისურს ასწავლით ხოლმე რა შეგძნება? ხო, ეხლა ამერიკელებს ინგლისურს არ ვასწავლი როგორც ენას, ხო? ამერიკელებს ვასწავლი, ვამზადებ იმ პროგრამებში, რაც მათ ჭირდებათ უმაღლესი მოსახვედრად. ხო, ეხლა წარმოვიდგინოთ პარალელურად რო გავაბათ ეხლა საქართველოში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ხო ემზადება მოსწავლე, არა? როდესაც ის მას ჩაბარება სჭირდება ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში, ისი აქაც. ინგლისურად საუბრობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენა იცი საფუძვლიანად, ხო? ამიტომ ახლა ის გამოცდა რაც არის, მაგალითად აქაური ჩვენი ეროვნული გამოცდების შესატყვისი SAT, რომელსაც აბერებენ როგორც ამერიკელი ბავშვები, ადგილობრივი ბავშვები, ასევე ემიგრანტი ბავშვები, ხო? ეს არის ამათი ეროვნული გამოცდები, ამიტომ SAT ყველას უჭირს. ახალი ჩამოსულები რომ არიან ხოლმე და ქართულში რომ ურევენ ხოლმე ინგლისურ სიტყვებს, ამაზე რა დამოკიდებულება? მე გეტყვით გულწრფელად, ეხლა შემიძლია ვთქვა, რომ სამ ენაზე ნამდვილად სრულყოფილად ვსაუბრო. ხო, ეს არის ქართული, რუსული, ინგლისური. მაგრამ მე არ მიყვარს, როდესაც რომელიმე ენის საუბრისას ურევ სხვა ენას. და მე ვთვლი, რომ ალბათ ეს ემართებათ ადამიანებს, რომლებმაც ის ერთი ენაც არ იციან, ალბათ სწორად ბოდიშს ვიხდით, ცუდად იმედი არავის მოხდება ეს, მაგრამ ქართველებთან ვსაუბრობ, მე ქართულად ვლაპარაკობ. როგორც ლინგვისტმა აგვიხსენით, რატომ არის ქართული ენა უნიკალური? არ გულისხმობ იმას, რომ ეხლა მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობთ და არავის არ გავს და ასე შემდეგ. აი თავისი თუნდაც გრამატიკული სტრუქტურით და ასე შემდეგ, აი რატომ არის ესეთი მაგარი. კი, ჩვენ გვაქვს ულამაზესი და ურთულესი. ეხლა ქართული ზმნა აი ითვლება ერთ-ერთ ურთულეს ზმნად საერთოდ მსოფლიო მეცნიერებაში. ეხლა მე აქ ყოფნის დროს ეს საქართველოშიც მყავდნენ უცხოელები, რომელსაც ქართულს ვასწავლიდი, მაგრამ რაც აქ ვცხოვრობ 23 წელია, მე მყავდა 3 მოსწავლე ჯერჯერობით, რომლებთაც ამერიკელები, რომელთაც უნდათ ქართული სწავლა. და მე მათ ქართული შევასწავლე. ხა ნამდვილად ისე ვერა შეიძლება რომ რუსთაველი წაიკითხოს, მაგრამ რა დონე საკომუნიკაციო ენა წერა, კითხვა, კომუნიკაცია რო შეძლონ, ამ დონეზე ვისწავლეთ. ერთი იყო იტალიური წარმოშობის, მეორე უკრაინული და მესამე აქაური, ინგლისური და რთული რაც არის მაგალითად ახლა ქართულის, როდესაც მე ახლა ინგლისურსაც უხსნი, ვთქვათ, ენის შემსწავლელებს და მათთან მიწევს ყოველთვის აი მაგალითად გრამატიკის ახსნისას ქართული და ინგლისური ენების დაპირისპირება, რომ მისთვის ადვილი იყოს, ხო? ახლა ქართული ზმნას იმდენი პირისდარ რიცხვის ნიშანი აქვს, აი αφიქსაცია, რასაც ქვია, ხო? რომ აი ინგლისელისთვის ახლა ეს წარმოუდგენელია, ხო? და ბოლოს გეტყვის გამანებით თავი შეგვეშვა. ძალიან რთული, ამიტომ მე ხო ვხედავ დამინახია ჩემს პრაქტიკაშიც როგორ უჭირს მსხვილებს ქართული სწავლა. შემდეგ უნიკალური დამწერლობა, ხო? მე ჩემ მეუღლესაც ვეხუმრები, ახლა ჩემ მეუღლე 5 ენაზე საუბრობს თავისუფლად, კი არ საუბრობს ხოლმე, იცის სრულყოფილად 5 ენა. ესენია 5-ვე დასავლეთ ევროპული ენები. და ვაწვალებ ხოლმე, ვაჯავრებ, რომ ხარ მე შენზე ნიჭიერი ვარ, იმიტომ რომ მე სხვადასხვა დამწერლობაზე ვწერ. ჩემ მეუღლეს ძალიან ბევრი ესმის. აი, შემიძლია ვთქვა, რომ 60-65% ესმის. როდესაც ქართველების საუბარს ის უკვე ამდენი წლის თანაცხოვრების ურთიერთობის, მაგრამ
აი, როდესაც უკვე საქმე მიდგა იმაზე, რომ მას ესწავლა ინგლისური, ქართული უკაცრავად, ხო? არა, ასე მითხრა, არა, მას ნათი ეტყობა ძალიან სერიოზული შრომა დაჭირდება, ბევრი დრო დაჭირდება და როდესაც საქართველოში თუ ვიცხოვრებო, ასე შემპირდა, მაშინ ავიღებ აუცილებლად ქართულის კურსს და ნამდვილად შევისწავლე, რომ ძალიან რთულია ქართულია, ძალიან. როგორ ფიქრობთ, ყველაზე ძვირფასი ქართული ტექსტი რა არის, რაც თარგმნილა ცხოვრებაში როდისმე ან უნდა ითარგმნოს? რუსთაველიშვილი ვეფხისტყაოსანი, რომელიც ახლა მე მაქვს წაკითხული ინგლისურად, მაგრამ ცოტა რაც არ ვიცი ეს კი წამიკითხავს ამაზეც კრიტიკოსების თქვათ ანალიზიც, მაგრამ აი მაგალითად თვითონ სათაურიც, ხო? ახლა ეს არის ვეფხისტყაოსანი, ხო? ერთადერთი თარგმანი მაქვს მარტო ნანახი რომ აწერია tiger skin და ყველგან ნათარგმნია როგორც panthers, პანტერის. ხო, ცოტა ესეც არ მესმის დღემდე რატოა, თუმცა წამიკითხავს ბევრი მოსაზრება ამის შესახებ, მაგრამ ეხა არის ნაწარმოები, რომელსაც მაგალითად დიდი სიამოვნებით გაეცნობოდა ალბათ უცხოელი ინგლისურენოვანი ვთქვათ სამყარო თუნდაც, ხო? მაგრამ მე ვთვლი, რომ ალბათ იმდენად მაინც რთულია ეს ენა და პლუს ეხა ეს კულტურული. ეხლა აი მაგალითად როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ დუმბაძე გადათარგმნილი ინგლისურად, ხო? კი, რა თქმა უნდა, ეხლა იქ რა თქმა უნდა ინგლისურ ენას მე კი არ ვაკნინებ და კი არ ვამბობ, რომ ინგლისურ ენაში არ მოიძებნება ის ლექსიკა, რომელიც ვთქვათ მის შესატყვეს, მაგრამ იმას ვერ გადმოსცემ, ხო? იმ კილოსაც, ხო, აი ქაურს, იმ გურულს, ვთქვათ, ხო? კარა ეხლა რა შედება თქვენ ეხლა სერიოზულ თემაზე შემეკითხეთ, მაგრამ ეხლა აი ანეკდოტიც კი. ეხლა ჩემ ქმარს რო უყვები რაიმე ქართულ ანეკდოტს ინგლისურად, ესე იგი ეს არის უკვე სასისილო კი სატირალია უკვე, იმიტომ რომ ვერ გაიგო და რაღაც არ გაეცინა საერთოდ, იმიტომ რომ აი არ გამოდის ის. Google Translate რომ თქვენი სტუდენტი იყოს, რამდენ ქულას დაუწერდით, რა ნიშანს დაუწერდით? ალბათ საერთოდ მინუსებში ქვემოთ და მე ყველას კატეგორიულად ვეუბნები, ნუ ჩემ სტუდენტებს, მოსწავლეებს ყველას ვეუბნები, რომ არასოდეს არ ისარგებლონ Google Translate-ით, იმიტომ რომ ნუ რაღაც კატასტროფაა. ეხლა ამას ნუ შეიძლება კი რაღაც გარკვეული ყოველდღიური ყოფის დონეზე მესმის, იმიტომ ვამბობ, ეხლა გააჩნია, ხო, სად მოიხმარ მას, ხო? ეხლა ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ეხლა ადამიანები, რომლებიც ვერ ფლობენ ენას და ხართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბუნებრივია ახლა რომ უნდა მოიხმარო ეგეც და ChatGPT და 1000 რამეს იხმარს დღეს უკვე ადამიანი, მაგრამ მე კატეგორიულად ვეუბნები, რომ იმიტომ რომ იმდენი შეცდომაა, იმდენი არასწორი სიტყვა, იმდენი არასწორი გრამატიკული ფორმით დაწერილი, მე ახლა განსაკუთრებით მაგ პრობლემას ვაწყდები, მე გარდა იმისა, რომ თარგმანებზე მუშაობ, ასევე რედაქტორებასაც ვაკეთებ, რასაც ქვია editing და ეგრევე ვხვდები, რომ ჩემთვის მოუციათ ასეთი პროექტი, რომ ეს არის არა ადამიანის ნათარგმნი. სხვათა შორის ხომ არ ფიქრობთ, რომ როდისმე ხელოვნური ინტელექტი ჩაგანაცვლებთ და როგორ ფიქრობთ, აი დღეს ხო ძალიან ბევრი შესაძლებლობაა, რომ ადამიანმა ისწავლოს, მასწავლებლის გარეშე, ასე ინტერნეტი და არის ისწავლაც უნდა. დღეს მასწავლებელი უბრალოდ ხომ არ არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი დისციპლინაში იყოს და ვიღაცამ მოსთხოვოს, რომ ისწავლოს. იმიტომ რომ თუ არავინ გთხოვს და დისციპლინაში არ ხარ, შეიძლება ინტერნეტში დაგეზაროს. თუ მაინც მასწავლებელი არის შეუცვლელი, როგორ ფიქრობთ? კი, არა, მე ვთვლი მაინც რომ მასწავლებელი არის შეუცვლელი და საერთოდ ცოცხალ ადამიანი არის შეუცვლელი. მე რა თქმა უნდა მომხრე ვარ ყველანაირი განვითარების და ეს ტექნოლოგიური გასაგებია, ჩვენ ტექნოლოგიურ ერაში ვცხოვრობთ და მეც მისარგებლია ხელოვნური ინტელექტით, მაგრამ მე ვთვლი და სხვათა შორის უამრავ ლიტერატურა წამიკითხავს ამაზე, რომ რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის არის ორი რაღაც მხარე, ერთი რომელიც ძალიან იწონებს ამას და დიდად მომხრეა, მეორე რომელიც კატეგორიულად არ ეთანხმება, მე სადღაც ნეიტრალური მიჭირავს, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ეხა ხელოვნური ინტელექტი არის ნამდვილად დარგები, სადაც ალბათ შეუცვლელია და არაჩვეულებრივია, მაგრამ აი რაც შეეხება სასწავლო აკადემიურ სივრცეს,
ეს იქნება სკოლები თუ კოლეჯები, უნივერსიტეტები, მე ვთვლი რომ იმ დოზით არ უნდა იყენებდნენ სტუდენტები და მოსწავლეები ამას რაც ახლა ხდება, იმიტომ რომ ეს პირველ რიგში მათ მე მჯერ ამის რომ ეს ართმევთ მათ უნარს კრიტიკული აზროვნების ფიქრი დაკარგეს აღარ ფიქრობენ აღარ აზროვნებენ და ეს მე რა ვიცი არ მიმაჩნია სწორად თორე რა თქმა უნდა მივესალმები ყველანაირ პროგრესს მასწავლებლების ცნობილი ფრაზა სემესტრის ბოლოს მე გავიცინებო თუ გამოგიყენებიათ და თუ გაგიცინიათ სემესტრის ბოლოს არა მე არა ვარ ასეთი თქვენი ატირება რაზე შეიძლება იმაზე გეტირებათ მე ყველაფერზე მე მტირალა გოგო ვარ ეს ყველა მიცის იმიტომ რომ ზოგადად ძალიან ემოციური ვარ ჩემზე ხუმრობენ მეგობრები რომ მაგას თითიც რო აჩვენო ტირის რომ მიხარია ტირი ცრემლები მომდის წის ცრემლები მომდის ძალიან მოზღვავებული მაქვს ემოციები ცოდნა ბოროტი ადამიანის ხელში რამდენად საშიშია ძალიან საშიშია და ამის არაერთი პრეცედენტია მსოფლიო ისტორიაში ჩვენთანაც და რა ვიცი სოფლიოშიც ახლა ნამდვილად განათლებული ადამიანის ხელში უფრო ეს არის ხო მაგრამ ახლა რა თქმა უნდა მე უვიცობის მომხრე ნამდვილად არა ვარ და ვერ ვიქნები მაგრამ განათლებული ბოროტი კიდე მეტად საშინელება ვიდრე განათლებული ადამიანი რას ნიშნავს თქვენთვის ჩემთვის განათლებული ადამიანი ეს არ არის დიპლომიანი ადამიანი რა თქმა უნდა ახლა ჩვენთან სხვათა შორის იმ ეპოქაშიც და ბევრი დღესაც შეიძლება თვლის რომ განათლება ეს არის რაღაც უნივერსიტეტი რო დაამთავრე და თუნდაც ხარისხიც გააკეთე და ასე შემდეგ, ხო? მე ვთვლი ეს არის ის გზა რაც შენ აირჩიე თქო და ეს გაძლევს სპეციალობას, მაგრამ მე მინახავს მაგალითად 3 კლასის განათლების მქონე ადამიანები, აი რაჭაში იყო, ჩემს ბავშვობაში 3 ბაბუა. მეზობლები, ბაბუები და მე საერთოდ ძალიან განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა ყოველთვის მოხუც კაცებთან. ესე ვგიჟდებოდი ბაბუებზე სულ. ეხლა ჩემი ბაბუა მართლა ძალიან განათლებული იყო, თავის დროზე სკოლა მედალზე დაამთავრა ინსტიტუტი და სტალინს ყავდა 10 წელი გადასახლებული კალიმანზე. მაგრამ და ძალიან განათლებული კაცი იყო, მე მასწავლა ნარდის თამაში. მაგრამ აი 3 კაცი მე როგორც მე შევიტყვე 3 კლასის განათლება ჰქონდათ, მაგრამ იმხელა სიბრძნე და მართლა განათლება მოდიოდა მათგან, იმიტომ რომ ისინი იყვნენ ნაკითხები და ნაკითხობაც არ არის. ხა ბევრი აკითხულობს შეიძლება, მაგრამ არ აქვს იმ კრიტიკული აზროვნების უნარი, ხო? მიზანშედეგობრივი და ასე შემდეგ და ის არ არის თავად რომ ბევრი წიგნი წაიკითხო, რასაც კითხულობ უნდა გესმოდეს, რას კითხულობ, ხო? აზრი გამოიტანო, ხო? ხო და ამიტომ მე არ ვთვლი განათლება ჩემთვის ბევრი და განათლება ჩემთვის არის კულტურა, განათლება ჩემთვის არის მანერა, სწორი, განათლება ჩემთვის არის ადამიანებთან ქცევა, სწორი, მოპყრობა, ჩემთვის არის პატრიოტიზმი, რომ უნდა გიყვარდეს პირველ რიგში შენი ქვეყანა, იმისთვისაა ეს. ხო მე ხა გული წდება ნამდვილად რომ ამდენი წელიწადია აქ ვარ შევრჩი აი ნუ პირველ რიგში იმის გამო რომ მართლა ოჯახი შევქმენი უცხოელთან და ხა ჩემი მეუღლე თუ არ დათანხმდა ჯერ საქართველოში წამოსვლას ვთქვათ დიდი სიამოვნებით ედვინს ისე უყვარს საქართველო ისე უყვარს ედვინს საქართველო ისე მოწონს სულ ამბობს რომ თქვენ ქვეყანას ასეთ პატარა სახელმწიფოს პატარას ფიზიკურად ტერიტორიულად თორე ისე დიდს და უდიდეს ხო ამბობს რომ იმდენი ბუნებრივი და ადამიანური რესურსი აქვს რომ თქვენ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო უნდა იყოთ თუნდაც იმ ევროპულ სივრცეში იქ ხო ხო კი ჩემი მეუღლე დიდი ტრანსევროპელია ხა ჩემთვისაც სასურველია იმიტომ რომ ესპანეთში აქვს ედვინს დედმამისგან დატოვებული სახლიც ყველაფერი და ამიტომ ჩემთვისაც სასიამოვნო იქნებოდა ხვალვე წავიდოდი მაგრამ ხო არ ვიცი ჩემი მეუღლე ჯერჯერობით იკავებს თავს თორე მე ძალიან მინდა მე ყოველდღიურად ვსულობ და ვნატრულობ საქართველოს დაბრუნებაზე და მინდა რომ ისევ იქ კი აქ მე ვთვლი რომ ვაკეთებ ქართულ საქმეს ნამდვილად ვთვლი რომ რაღაც ერთ პატარა აგურს ვდებ მაგრამ იქ მეტად ალბათ საჭირო ვარ თქო ვიძახი იმიტომ რომ აქ მასშტაბებიც დიდია ჩემზე უკეთესიც ბევრი იქნება ჩემნაირიც და ასე შემდეგ მაგრამ მე ვთვლი რომ აი აქ უკვე ამდენმა წლიანმა ჩემმა გამოცდილებამაც ჩემ სფეროშიც ხო კიდე უფრო გამზარდა კიდე უფრო მეტი
განვითარება მივიღე, მეტი ცოდნა მივიღე, მეტი გამოცდილება მივიღე და რატომ არ გაუზიარო ეს საქართველოში მეტს. ხო? ფიქრის რა ენაზე ფიქრობთ? არა, ფიქრით მაინც ქართულად ვფიქრობ, კი, მე ინგლისურათაც ვფიქრობ, ასე ქვია, ეს ზუსტად მოსწავლებსაც ამას ვამბობ, როდესაც უკვე ინგლისურ ფიქრზე გადახვალ, ესე იგი უკვე კარგადაა საქმე, მართლა ენაში უკვე რაღაც დონე გააქვს, ხო? და ასევე ვარ რუსულზეც, მაგრამ მე მაინც ქართულად ვფიქრობ და სხვადასხვა აი გამკვირვებია ხანდახან საქართველოში რომ ჩავდივართ, ხო, ვიღაცებს უთქვამთ, რომ თეთრში რა კარგად ლაპარაკობ ისევ ქართულად და არ ურევ, თქო რას ქვია? მე სადაც არ უნდა ვიყო. რა დროც არ უნდა გავიდეს. ეხა თუ რაიმე ისე არ დამემართება, არ არსებობს. ეს არის ქართული საქართველო ჩემთვის პირველი. ამერიკა ვისთვის არ არის? აი სხვადასხვა ეხა აქ ჩემ ქმარს დავესესხები, ედვინმა იცის თქმა, რომ აი ყველა არ არის მზად აქ ჩამოსასვლელად. ხო, შეიძლება არავინ არ არის საბოლოო ჯამში აქ მზად მაგრამ განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც არის ზარმაცი, ვინც არ არის კანონმორჩილი. აქ რამდენად ხშირი ურთიერთობა გაქვთ მეგობრებთან და რა ვიცი, ზოგადად კომუნიკაციები ნიუ-იორკში ცხოვრებამ ადამიანების გარკვეული ნაწილი ხომ არ გვაქცია რაღაცა პატარა შუშის სკოლოფებში ჩაკეტილ კი, დაგეთანხმებით. ნამდვილად დიდი სურვილი მაქვს, რომ მეტი შეხვედრები იყოს, მეტი კომუნიკაცია ერთადერთი ყველაზე ხშირი ეს არის ტელეფონით და ისიც ძალიან იშვიათად, იმიტომ რომ ყველა მე არავინ არ მირეკავს თუ რაიმე რაღაც ძალიან ისეთი აუცილებლობა არ არის, მაგრამ ყველა მიცის რომ დილიდან საღამომდე ვზივარ და ვლაპარაკობ. ამიტომ მე არ მაწუხებენ. ლაპარაკობთ ანუ მუშაობ? მუშაობ, ამას გულისხმობ. ამიტომ არ მაწუხებენ. მაგრამ თუ რაიმე მნიშვნელოვანი არ არის. ამიტომ ფიქრობენ, რომ ნათია დარეკავს. თვითონ მას როცა ეცლება დაგვირეკავს. რომ მე არ არსებობს. აქ კი არა მსოფლიო მასშტაბით ვინმეს დაბადების დღე დამავიწყდეს. თან ეს არის თავში. ყოველგვარი სოციალური ქსელების გარეშე. მეც მიყვარს დაბადების დღეების დამახსოვრება. და მე თვითონაც მიყვარს ჩემ დაბადების დღეთან. და შემდეგ ძალიან დღესაც რამდენი წლის თამასობაში არ მეკითხავს? ძალიან ბევრი, ხო? არა, მე არასოდეს არ მალავ ჩემს აქვს. პირიქით, მე ვარ 58 წლის. ეხლა ვამბობ 37 სასწავლო წელი მაქვს თქო და 22 წლიდან ამ პროფესიაში ვარ და ბავშვი რო არა ვარ ფაქტია. არაჩვეულებრივად გამოიყურებით რაღაც ელექსირი, იცით მე მგონი. არა, გენები, კარგი გენეტიკის ბრალია, ჯანსაღი ცხოვრების წესის და პოზიტივის. თუ ყოლიათ სრულად უიმედო და ზარმაცი სტუდენტი, რომელმაც წლების შემდეგ თავისი წარმატებით გაგაკვირვათ. ხო, წლები კი არა. აი ერთი იყო ასეთი მოსწავლე, რომელიც აქ მომივიდა სახლში, ქართველი იყო ეს. იმას ვერ ვიტყვი, ესე აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ ესე იგი ამ ბიჭში პოტენციალი იყო. მაგრამ მახსოვს ერთხელ დედასთან ერთად მოვიდნენ და გასაცნობად პირველ შეხვედრაზე და ეს ბიჭი სკოლა ქონდა უკვე დამთავრებული საქართველოში, მაგრამ რაღაც საგნები სჭირდებოდა კიდე აეღო რომ აკაურ დიპლომი აეღო რომ მე კოლეჯში შეძლებოდა სწავლის გაგრძელება. და დედა მოყვა და აი ხა რომ მოვიდა, ხა ჯერ პედაგოგები, პირველ რიგში ფსიქოლოგები ვართ, ხო? ეხა ვხედავ, რომ საკმაოდ ისეთ რაღაც და ესე შეშინებული, რაღაც დამორცხებული ბიჭი მაინც და დედა მითხრა, რომ ვიღაც მასწავლებელთან იყო მანამდე და რაღაც ცოტა ისეთი შეურაცხყოფელი რაღაც სიტყვა უთხრა თითქოს მის შესაძლებლობებზე. და ამიტომ ეხა ბავშვი დაკომპლექსდა, ფაქტია. და ეხა ვფიქრობ და არის ეხა აქ როგორ დახვდება, ხო, ვთქვათ და შევთანხმდით, დავიწყეთ მუშაობა და მოკლედ ორი გამოცდა ქონდა მას ჩასაბარებელი აქ ჰაისკულში, რომ სკოლის დიპლომი აქ აიღო, მინიმუმ 5 ეგრეთ წოდებული რეჯენტის გამოცდები უნდა ჩააბარო. ესენია ამერიკის ისტორია, მსოფლიო ისტორია, ბიოლოგია, ალგებრა, გეომეტრია, ინგლისური და მას ქონდა ჩასაბარებელი ინგლისურის რეჯენტი და მსოფლიო ისტორიის და ამ ორ საგანში მოვიდა ჩემთან მოსამზადებლად. სექტემბრის ბოლო იყო რომ მოვიდა და გამოცდა ქონდა იანვრის ბოლოს. ესე იგი, ყველაზე მაღალი ქულა არის 100 ქულა. ესე იგი, ინგლისურში მიიღო 92 ქულა და გლობალ
ესე იგი history, რაც არის სოფლიო ისტორიაში მიიღო 95 ქულა. 4 თვეში ბიჭმა, რომელიც აი დედაც კი გაკვირვებული იყო და ესე იგი აი არ ვიცი რა უქენიც ჩემს შვილსო და თან ვერ ვცნობო, იმიტომ რომ აი ისეთი გაიხსნა, მე აღმოჩნდა რომ არაჩვეულებრივად ხატავდა და აქეთ ამ მიმართულებითაც ძალიან გაიხსნა. დღევანდელი ამერიკელი თინეიჯერობა როგორ ინგლისურით საუბრობს? ხშირად არის ხოლმე ამაზე, ხო საუბარი ეს რაღაც ამერიკული ინგლისურის ხო რა ვიცი ხა მე მაინც ხა როგორც აკადემიური წარმომადგენელი, ნუ ჩემთვის ცოტა ხა ეს სლენგით მე საერთოდ არ ვსაუბრობ სლენგით, ხა არც ერთ ენაში, არც შემშობლიურში და არც ინგლისურში და არც რუსულში, მაგრამ სლენგი არის ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ლექსიკოლოგიაში ერთ-ერთი და ზოგჯერ ძალიან ამარტივებს ცხოვრებას. კი და ამიტომ ეხა აუცილებლად ჩვენ ამას ვასწავლით კიდევაც, ხო იქ ჟარგონი, არგო, სლენგი და ასე შემდეგ, ხო ეს ერთ-ერთი ჯგუფებია, თქვათ ლექსიკოლოგიაში და ამიტომ ჩვენ ამას ვასწავლით კიდევაც საგანს და აუცილებელი იგივე ენის შემსწავლელიც რომ მოდის, თქვათ, ხო? მას ისიც სჭირდება და ისიც სჭირდება, ხო? ერთი ახლა ლიტერატურული და სტანდარტული ინგლისური რასაც ქვია და მეორეა სლენგი, ხო? მაგრამ ეს დიდი დოზით არის, დღეს რატომაც არ მოგწონთ? ეს საკმაოდ დიდი დოზით არის, კი. თქვენს ქმარს რამე ქართული თვისება თუ შესძინეთ, რამეში თუ გადმოაქართველეთ? ისე მაგი ისედაც გავდა მე მგონი ბევრ რამეში ქართველებს, ხო? იმიტომ რომ აი ჩემი მეგობრებიც ახლა დღეს რო ჩავდივართ, ეს ჩვენიანია, სულ ასე იძახიან. იმიტომ რომ როგორია ხა ძალიან თბილია ხო ქრისტიანია სერიოზული, იმიტომ რომ მას განათლებაც აქვს მიღებული ამ ხრივ. აი ჩემიც კი ხანდახან თუ რაიმე არ თეოლოგიური განათლება. იმიტომ რომ როდესაც სწავლობდა ისტორიულზე, 2 წელი თეოლოგია სწავლობდა საგანს და ასევე ესპანეთის სკოლაში სწავლობდა ის პროტესტანტია, რადგან მამიდან არის შოტლანდიელი, მაგრამ რადგან ესპანეთში იყო, კერძო კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა და ბავშვობიდან ჯერ ეს რელიგია მოდიოდა. მაინც ეს კონფესიის სხვაობა თქვენთვის დილემა იყო? იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა და ასეც იქნებოდა, იმიტომ რომ ეხლა მე ისეთ თაობას წარმოვადგენ, რომელიც ესე ღრმად არ იყო ამაში. ჩვენ სათქონ მე ბიბლია პირველად დავინახე, საბჭოთა კავშირი რო დაიშალა მაშინ. და როგორ შეიძლება ამაზე საუბარი? მე მახსოვს ჩემს უნივერსიტეტში 2 სტუდენტს იმისთვის რიცხავდნენ უნივერსიტეტიდან, რომ ნახეს ეკლესიაში, კომკავშირის რაიკომიდან რეიდის დროს. ხო და სხვადასხვა რაიმე, იმიტომ რომ ეს ედუნი ძალიან თავმდაბალი ადამიანია და მე ვთვლი რომ ასეთი ვარ, მაგრამ ჩემიც კი ხანდახან რაღაც არ მოეწონება და იტყვის რომ როგორ გეტყობა საბჭოთა კავშირში რო ხარ დაბადებული თქვენ ღმერთი წაგართვესო, ხო და ეს მართლა მის სულში და გულშია ეს ყველაფერი. ის კი არა რომ მარტო შედი ტაძარში სანთელია ანთე და ილოცე, ხო? ის მას მართლა წამს. ქართული კერძები თუ ანებივრებთ ხოლმე, კარგი ზარული ხარ? ეს გადასარევის, ეხა ვინც ამას უყურებს, ვისაც არ გაუგია და დიდი ხანია მე არ ვნახივარ, რომ მე საერთოდ კულინარიაში რამეს ვაკეთებ, გაუკვირდება ალბათ, იმიტომ რომ მართლა 36 წლის ჩამოვედი ამერიკაში, ეს არ არის სასიკადულო, რასაც ვამბობთ და რაიმე საქებარს არ ვამბობ ჩემი თავის მიმართ, მაგრამ მე არ ვიცოდი არაფერს კეთება. იმიტომ რომ იმდენად ვიყავი ბავშვობიდან და აქტიური ადამიანი გარეთ, საგარეო ქალიო მამიკო როგორც იძახოდა და სახლში ამდენი ადამიანი გემსახურება. არ ვიცოდი, მაგრამ მე დედამ მოკლედ როდესაც გავთხოვდი, ჩემში გაიღვიძა ქართველმა ქალმამ, ქართველმა მეუღლემ და ძალიან მოვინდომე, მეთქი უნდა გავაკეთო ესეც და დედიკოს ვთხოვე, მისი რეცეპტები გამოეგზავნა ჩემთვის და ეხაც მაქვს ის როლი უკვე დაშლილია. დავიწყე ესე ნელა კეთება და ნამდვილად არ ვიცი ხა ვისაც მე თვითონ გაკვირვებული ვარ რომ მე შევდექი კულინარიაში და დღეს ყველაფერს ვაკეთებ ქართულს და რო აოცებთ ისეთ გემოებს. კი, ჩემ მეუღლეს ძალიან მოსწონს ყველაფერი ქართული, მაგრამ ზოგადად ცოტა ესეთი პრინციპებს იმაშობე, კალორიებს ითვლის და ასე შემდეგ, მაგრამ მის კულინარიასაც კი ვაკეთებ. ფინანსური სარგებლის გარდა თარგმნას რა მუღამი აქვს? ძალიან საინტერესოა ჩემთვის, იმიტომ რომ
იმიტომ რომ მე მაგალითად ახლა ბევრ სფეროში მიწევს თარგმანების გაკეთება. აი ახლა ამ წუთას წიგნზე ვმუშაობ, რომელიც რელიგიურ თემაზეა. მაგრამ ხან ფინანსურ დოკუმენტებს, თან იგებთ ინფორმაციებს და მაგას ასე ვითარდები, ხო შენც აი იგივე პასუხია იმაზე ხანდახან რომ უკითხავთ სტუდენტს თუ მოსწავლეს, რომ საიდან იცით ეს? ამდი საიდან? ეს არის კითხვა, ურთიერთო ხო ან თარგმნე, წავიკითხე, გავეცანი და აქედან თორე ხა ნამდვილად არა ვარ გენიოსი. მანძილის გამო ბევრი კარგი ურთიერთობა წარსულს ჩაბარდა, გულისხმობ საქართველოსა და ამერიკას შორის. დროთა განმავლობაში, ანუ მხოლოდ დროის ბრალი რო არის და მანძილის და რომ არაფერი მომხდარა. კი, ეგ არის ნამდვილად ჩემ შემთხვევაში, მაგრამ მაქაც კი. მაინც მე ვახერხებ, იმიტომ რომ ეხლა ამაში დამეთანხმებიან ჩემი მეგობრები და მე მყავს დიდი არმია მეგობრების, დაწყებული ბაღიდან დღემდე რო ერთად ვართ, იმიტომ რომ ნახევარი ჩემი კლასი ჯერ კიდევ ბაღში ერთად ვსწავლობთ. აქაც ხომ არ ყავთ ვინმე ესეთი საქართველოდან წამოსული მეგობრები? აქაც, ძირითადად მე მათთან მაქვს მეგობრობა. ანუ ქართველებთან აქ ესე სამეგობრო კომუნიკაცია. კი, როგორ არა, იმიტომ რომ ესენი არიან კლასელებიც აქ ჩემი, არიან ინსტიტუტიდან მეგობრები, არიან ჩემი მერე ნათლი მირონები. კი ბატონო. ქართული სიტყვა, რომელიც ყველაზე რთული სათარგმნია და გასაგები უცხოელისთვის. ну, ხა რა ვიცი, აბა, კი არ მიფიქრია ხა ასე კონკრეტულად. ყველაფრის თარგმნა შეიძლება, მაგრამ აი კონტექსტი. კი, მაგრამ არა უამრავი სიტყვა გვაქვს ჩვენ ასეთი. უამრავი გვაქვს, რომელიც ახლა მაგალითად ერთის ჩვენთან ერთ სიტყვიანია შეიძლება ის, მაგრამ იმას ერთი სიტყვით ვერ გადმოსცემ ინგლისურად. ასევე პირიქითაც. ხო, ახლა ხო მაგალითად ახლა კაცთმოძული ამბობ აგერ ხო თქვათ, მაგრამ ახლა იმას ზუსტად ვერ ამბობ. აი არის hater, ხო, hater-ები უკვე ამ სოციალურებითაც ხალხმა იცის. ასე შემდეგ, ისე მე სოციალურებში არა ვარ საერთოდ. რატომ? არა, ну, რა ვიცი, ჯერ ვთვლი, რომ რაღაც დროც არა მაქვს თქო ამისთვის და რაღაც აი გარკვეული გადმოცემებითაც რაღაც და მე იმდენად ემოციური ვარ, რომ არ ვიცი, ალბათ შეიძლება არ ვიცი, შევეწირო იმ ამბავს. არ კომენტარი ხა ამ გადაცემის ზოგადად გადაცემის სოციალურ ქსელებში. კი, შეიძლება ცუდი კომენტარები დაიწეროს, რაც არ უნდა ანგელოზი იყოთ, მაინც იწერება ხო. ეს ასია, ხა ჯერ ქართველის ბუნებაც საერთოდ ადამიანის ბუნება. ქართული არაფერ შუაში არ არის, ადამიანის ბუნებაც არის ხა და შეუძლებელიც არის, თუ ყველას მოწონდე და ყველას და არც მაქვს მაგის პრეტენზია. რაზეა საუბარი, მაგრამ მე განვიცდი ყველაფერს. მე აი იმ ორსაც რომ წერდი სტუდენტს, მე იმას განვიცდი. შეიძლება იმას არ ეგონოს, რომ მე მას რაღაც სისხლიანად ვაკეთებ, მაგრამ მე განვიცდი. მე ძალიან განვიცდი და მე იმაზე მეტად მე მგონი ვჩქარობ, რომ იმან ის გამოასწოროს და შედეგი დადგეს კარგი. რას ვერ შეეგუეთ დღემდე აქ ცხოვრების განმავლობაში? აი ზუსტად იმას, რომ ისეთი ახლო ურთიერთობები, ისეთი ხშირი შეხვედრები არა მაქვს, როგორც მქონდა საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენ იქ მართლა ძალიან თბილი ხალხი ვართ და აი მე არ ვამბობ, რომ ამერიკელები მე მყავს არაჩვეულებრივი ამერიკელი მეგობრები, ჩვენ მყავს მე და ჩემ მეუღლეს საერთო მეგობრები, მართლა აქაურ ჩემ ბიძას და მამიდას და დეიდას და ბაბიას უძახი, მაგრამ ჩვენ მაინც რაღაც სხვა სითბო გვაქვს და ცოტა ჩემთვის უფრო ცივია აქაურ. იმიტომ ეს გასაგებია, ეს მასშტაბებია, ასე შემდეგ პირველ რიგში, მაგრამ აი ეს მაკლია ძალიან და მაკლია სცენა. ეხლა შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რა ხადრობის შენი სცენა მუსიკალურ სცენას ხო, მე მუსიკალურს მდრო მე ვინც მიცნობს ახლა და ბავშვობიდან და ცოტა ჩემთვის მიუდევნებია თვალი, ხო, ახლა აი რაც ვილაპარაკე ამდენ ჩემ პროფესიებზე, მე საერთოდ ვერანვერ ვიფიქრებდა ჩემი თავით დაწყებული, რომ მე აქ ვიქნებოდი. მე ვთვლიდი და რას თავარია ხელოვნების ხალხი, ვინც პროფესიონალები იყვნენ ამ საქმეში, ისინი თვლიდნენ, რომ მე უნდა ყოფილიყავი ან ვოკალისტი ან პიანისტი, რომ მე 3 წლის ვიმღერე პირველად და ჩამწერეს რადიოში, შემდეგ 5 წლიდან უკვე მაშინდელი პიონერთა სასახლე იყო ეს ქუთაისში. რადების ვოკალისტი, ოპერა. აი, ხო და მაგას ვაქვს, მე ყველაფერს ვმღერე აბსოლუტურად. გარდა რაღაც პოპისა. ხო და რამეს ხომ არ ესე იგი აქ თქვენ ფორტეპიანო ტყუილად არ გიდევთ. ხო, არა, კი, ხო. რამეს ხომ არ შეგისრულებთ. ეხლა ნამდვილად არ იქნება ეს ის შესრულება, რაც ერთ დროს იყო, იმიტომ რომ მაშინ ვიყავი აქტიურად თელი, რა ვიცი, პრაქტიკა მქონდა რომ იტყვიან და ეხლა იმდენს ვლაპარაკობ დღიდან საღამომდე რომ კიდე თუ ამომდის რაიმე ხმა მიკვირს.
როდესაც წაგიყვანო სახლი არ აქვს სამიყვანო მაგრამ მაინც ამოდიო ისე უეჭველი ქართველი რითხართ ამ გადაცემას ქვია უეჭველი ქართველი რა ვიცი აბა რითი ვარ უეჭველი ქართველი აი ის რომ მაინც აქ ვარ მაგრამ აბსოლუტურად ქართულია ჩემთვის პირველი ყველაფერი მაინც ქართულია ჩემი ენა ქართული ტრადიციები და წესჩვეულებები აქაც ვაგრძელებ ქართულ ხალხს ვემსახურები რა შემიძლია და გულშემატკივრობ ჩემ ქვეყანას სერიოზულად და დიდი პატრიოტად ვთვლი მე ჩემ თავს ძალიან და ყოველ არ გამიწყვეტია კავშირი არანაირი საქართველოსთან ზოგადად მაინც მგონია რომ ქართველ მასწავლებლებს ბუნებრივი არა ყველას მაგრამ ესეთ კარგ მასწავლებლებს მოსწავლების მიმართ აი რაღაცა დედობრივი ზრუნვა აქვს და აქვე ჩემს ქართულის მასწავლებელ მაია საბაშვილს მოვიკითხავ რომ დიდი წვლილი აქვს ჩემს გაზეთაში აი ამერიკელი მასწავლებლები არიან ეგრეთ უფრო ოფიციალურ ჩარჩოებში არიან ჩართული აი ეგეც არის რაც მე მაკლია საქართველოსთან აი თქვი რომ ხა საქართველოში აი გითხარით კიდევაც რომ მეჯვარე ვიყავი სტუდენტის და ხა აქ ასეთი ახლო ურთიერთობა სტუდენტსა და ლექტორს შორის ესე აფიშირებულად არ შეიძლება. ხო, მაინც სხვა კოდექსებია, უფრო ფორმალურია. მე ახლა მაგალითად როცა მივსულ ვარ და ლექცია ჩამდა, მივდივარ, ვატარებ ლექციას, მოვდივარ. ეს კარგია თუ ცუდი ისე მაინც. ხო, რა ვიცი, ახლა სადღაც როგორც ყველაფერს ალბათ აქვს პლუსიც და მინუსიც, ხო? მაგრამ ახლა იგივე იმ საქართველოში კათედრა ვიყავით ერთი ოჯახი. ხო, ყველა პროფესორ მასწავლებელი და ასევე სტუდენტებთანაც ლექციის გარეთ ვიყავით მართლა დედებიც და დეიდებიც და მეგობრებიც და მრჩევლებიც თუ დასჭირდებოდათ და ვინმე ჩვენი და ასე შემდეგ და აქ ცოტა მაინც დისტანციურია ურთიერთობები უფრო ხო და აი ეს განსხვავებულია ნამდვილად. როგორ ისვენებთ აი თქვენი დასვენება და ესე თქვათ განტვირთვა რაშია ან სადაც? კარგი კითხვა. ჯერ როდის ვისვენებ? ჯერ როდის ვისვენებთ? იმიტომ რომ ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ რაც აქ ცხოვრობ განსაკუთრებით მე მუშაობ 7-ვე დღე. ეხლა და როდესაც გვჭირდება მართლა რაღაც მნიშვნელოვანი ხდება ეხა მე და ჩემ მეუღლეს ძალიან ბევრი საინტერესო ესეთი ბევრი საერთო ინტერესები გვაქვს რო იტყვიან ხო თქვი უკვე გვიყვარს მოგზაურობა გვიყვარს თეატრი გვიყვარს კინო გვიყვარს მუზეუმებში სიარული ესაა ჩვენი განტვირთვა ნიუ-იორკში თავს ადგილობრივად მიიჩნევთ თუ ისევ არა აი ხო ეხლა ამდენი წელია კი, ეხლა მართლა ცხოვრობ აქაური ცხოვრებით, ხო, ყოველდღიურად სახლში ვარ, მოვაწეობ, ვაკეთებ, მეუღლეც არ მყავს ქართველი და ასე შემდეგ, მაგრამ რა ვიცი, მაინც ვერ ვგზნობ ბოლომდე, რომ მე ვარ აქაური. ვერ ვგზნობ კი არა, ასეც არის, ესაა ფაქტი. მე ვთვლი, რომ აი 50 წელიც რო ვიცხოვრობ აქ, მაინც არ ვარ, ასე მგონია ყოველ შემთხვევაში, სწორედ მე ძალიან მადლობელი ვარ ამ ქვეყნის ჩემი ხო მეორე სამშობლოა, მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და მადლობის მეტი რამე თქმის. ხო, რომ მომცა ყველაფერი იმის საშუალება, რაც მე მინდოდა და მეტიც კიდე მეტი საშუალებაც მომცა, მაგრამ ვერ შევძელი, თქვა და ვერ ვაკეთებ და მაგრამ რა ვიცი, ჩემთვის მაინც პირველი არის იქეთ ყველაფერი. ტრადიციას ვამკვიდრებ გადაცემაში, მოიკითხეთ ერთი ადამიანი, ვისაც ფიქრობთ, რომ ყველაზე ძალიან გაუხარდება თქვენი მოკითხვა ამ ეთერის საშუალებით. თუ რა ვიცი, დედიკო ალბათ მაინც, ჩემი ულამაზესი, ვინც იცნობს ჩემ დედას, ეს არის რა ვიცი, აი ქალურობის განსახიერება, თავის აი რომ იტყვიან ლამაზ ხეულში, ლამაზი სულია. გეტირებათ, ხმაშიც და ეს არის ჩემი დედიკო. მას მოვიკითხავ, მინდა რომ იყოს დიდხანს, ჯანმრთელი, ლამაზი და ესე გვაბედნიერებდეს და გვახარებდეს მისი არსებობა. მეც და ყველას ჩემს ირგვლივ. ასე იყოს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, ჩვენი ინტერვიუ დასასრულს უახლოვდება. რამე ხომ არ გინდათ რომ დაამატოთ, რაც შეიძლება არ კითხეთ და გინდოდათ რომ მეკითხა ამ ინტერვიუს ფარგლებში, რამე ესეთი ბოლო სიტყვაობა თქვენი. შეიძლება, რა მე მგონი ბევრი ვილაპარაკე. რას ვუსურვებთ აქ ჩამოსულ ახალ ქართველებს მე ძალიან მიყვარს როგორც თქვი, ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი. აბსოლუტურად განურჩევლად ყველაფრისა და ამიტომ მე მათ უსურვებ იმას რომ რადგან აქ ჩამოვიდნენ და აქ არიან როგორც თქვი რომ
მათი დასახული მიზნები, გეგმები აესრულებინოთ და ჩემ თავს უსრულებ მათთან ერთად და თქვენ ყველასთან ერთად, რომ ერთ დღეს ყველანი დაბრუნებულიყავით იმ ჩვენს ქვეყანაში. უგმესი მადლობა რომ იყავით დღეს ჩემი სტუმარი. უпростоრად მე ვარ თქვენი სტუმარი, გვიმასპინძლებთ და გისურვებთ წარმატებებს და იმ ოცნებების ასრულებას, რაც გაქვთ გულსა და გონებაში. მადლობა ასევე თქვენ. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, ჩვენ შევხვდებით ერთ კვირაში. არ დაგავიწყეთ რომ გამოყვეთ სოციალურ ქსელებში უეჭველი ქართველი აღთროებით.